დღეს კრაზანაზე მოგითხრობთ და ბოლოს ტრადიციისამებრ რეცეპტებს შემოგთავაზებთ. მას მსოფლიოში სხვადასხვა რომანტიული და ლამაზი სახელით იხსენიებენ. ზოგი წმინდა იოანეს ბალახს ეძახის, ზოგი კი ჯადოქრის ბალახს. თუ ყვავილებს მოსრისავთ, თითები წითლად გაგიფერადდებათ, აქედან მოდის მისი ერთ-ერთი ზღაპრული სახელი, ფერიების სისხლი. ერთ-ერთი მითის თანახმად მონადირის ის არის შემთხვევით ფერიას მოხვდა და მისი სისხლი ამ მცენარეში ჩაიღვარა. ჯადოქრის ბალახს კი იმიტომ ეძახიან, რომ სხვა მითის თანახმად ეშმაკი იმით გაბრაზებული, რომ ამ ლამაზ ყვავილს ადამიანებისთვის ამდენი სიკეთე მოჰქონდა, გავებული თავისი კლანჭებით ჩააფრინდა, რის გამოც ამ მცენარეს ასეთი დამახასიათებელი ფორმა აქვს. ეს ყველაფერი მითები და ზღაპრებია, ერთი რამ კი ცხადია, ამ მცენარის ძალა მსოფლიოს არც ერთ-ერთს არ დარჩენია შეუმჩნეველი. კრაზანას სამკურნალო თვისებები ფართოდ არის ცნობილი და გამოყენებული მედიცინაში. მისი მიწის ზედა ნაწილები, განსაკუთრებით ფოთლები და ნორჩი ყლორტები და ყვავილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, ალკალოიდებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნებით კრაზანას შემდეგი დაავადებების დროს იყენებენ: გასტრიტი, კუჭის მომატებული მშავიანობა, ნაურის ბუშტის კენჭები, ჰეპატიტები, მათ შორის ვირუსული ართრიტები, სახსრების ტკივილი, კანის ინფექციები, დამწრობა, ეგზემა, აკნე, ჭრილობები, ჩირქოვანი გამონაყარი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, ოტიტი, კატარული ანგინა, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, შაკიკი, ხველა, ალკოჰოლიზმი, ჰემოროიდები, იგივე ბუასილი და სხვა. კრაზანას ნაყენებს და მალამოებს იყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ და ჭრილობების შეხორცების ხელშესაწყობად. ის კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად გამოიყენება კანის მატონიზებელ და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებად, ასევე კანის ცხიმიანობის დროს. კრაზანას ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ როგორც ნაყენის, ისე ჩაის სახით, აგრეთვე მალამოსა და საფენების სახით ჭრილობების დასამუშავებლად. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და ამ მიზნით ფართოდ გამოიყენება აბებისა თუ კაფსულების სახითაც. კრაზანა ამცირებს შიშს, დაძაბულობასა და სტრესს, აუმჯობესებს განწყობას. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, სტიმულირებს ნაულის გამოყოფას, იცავს კუჭის ლორწოვან გარსს და ამცირებს სპაზმებს. ეფექტურია გაციების, სინუსიტისა და ბრონქიტის დროს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების გამო. გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ და პარაზიტების გამოსადევნად. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აქვს ნევის დამწევი ეფექტი და სისხლძარღვების ტონუსს აუმჯობესებს. სამკურნალო მიზნებისთვის კრაზანას ყვავილებიანი ღეროები გამოიყენება, ზოგიერთ შემთხვევაში ხმარობთ ფოთლებსაც. ეხლა კი როგორ გამოვიყენოთ ის? პირველ რიგში, თუ მის შეგროვებას თავად აპირებთ, მნიშვნელოვანია, ეს სწორად გააკეთოთ. საამისოდ კრაზანა მისი ყვავილობის პერიოდში ივნისს-აგვისტოში, მშრალ, მზიან ამინდში მოაგროვეთ. მცენარის ზედა ნაწილი დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი სიგრძის ღერო ყვავილებთან და ფოთლებთან ერთად მოჭერით. ჩრდილში და კარგად გაჰაერებულ ადგილას, თხელფენად გაშლილი გააშრეთ. გამხმარ მცენარეს სუსტი, თავისებური სუნი და მომწარო მწყლარტე გემო აქვს. მშრალ გრილ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ. კრაზანას ჯანმრთელობისთვის ზოგადად სარგებლის მისაღებად ასეთი ჩაი მოამზადეთ. ერთ სადილის კოვს ნედლა ან ერთ ჩაის კოვს გამხმარ კრაზანას ერთი ჩიქა ადუღებული წყალი დაასხით, 15-20 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დღეში 2-3 მიიღეთ. გარდა ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისა, კრაზანა მოქმედებს ტვინის ნეიროტრანსმიტერებზე, განსაკუთრებით სეროტონინზე და ეს ჩაი უძილობის, ნერვიულობისა და სტრესის დროსაც დაგეხმარება. გაითვალისწინეთ, ამ ჩაის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება კუჭის ლორწოვან გარსს გააღიზიანებს. მისი თვითნებური, ექიმთან შეუთანხმებელი მიღება რეკომენდებული არ არის მათთვის, ვინც წყლულოვან დაავადებასა და ჰიპერაციდურ გასტრიტს უჩივის. კუჭნაწლავის, ნაულის და შარდის ბუშტის ანთების დროს, თირკმელების და ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს კი ასე მოამზადეთ. ერთი სუფრის კოვზი გამხმარი, ან 2 სუფრის კოვზი ნედლი კრაზანა ემალის ან მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ და 2 ჩაის ჩიქა ადუღებული წყალი დაასხით. დაახურეთ და ცხელი წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადმოდგით, გააციეთ და გადაწურეთ. ამასობაში წყალი აადუღეთ და კრაზანას გადაწურულ ნაყენს იმდენი ანადუღარი წყალი დაუმატეთ, რომ 400 მლ გახდეს. დღეში 3-ჯერ 100 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. მათ სივარში 2 დღე ინახება. კრაზანას ნაყენი გამოიყენება გარეგნულად როგორც კანის ტონიკი ან კომპრესი.
ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კანის ანთებითი პროცესების, მოდუნების, ნაოჭების, ცხიმიანობისა და ჩირქოვანი გამონაყრის დროს. მას ასე მოამზადებთ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი გამომშრალი დაქუცმაცებული კრაზანა. დაასხით ერთი ჭიქა, დაახლოებით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ. მიღებული ნაყენი შეგიძლიათ ყინულის ფორმებში გაყინოთ და დილით დაბანის შემდეგ სახის გასაწმენდად გამოიყენოთ. ის ხელს უწყობს კანის ტონიზირებასა და ანთების შემცირებას. ასევე ნაყენის გამოყენება შესაძლებელია კომპრესის სახით. დაასველეთ ბამბის დისკი ან ქსოვილი ნაყენში და ანთების უბნებზე 10-15 წუთით დაიდეთ. კრაზანას ნაყენი ეფექტურია როგორც ცხიმიანი, ასევე პრობლემური კანისთვის. ხელს უწყობს ანთების შემცირებას, კანის დამშვიდებასა და ნაოჭების პრევენციას. ნაყენი მაცივარში შეინახეთ და 2 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად პირველ გამოყენებამდე კანის მცირე უბანზე მოსინჯეთ. კრაზანას ნაყენის რეგულარული გამოყენება მაგალითად ყინულის სახით სახის გასაწმენდად დილით აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, რაც ნაოჭების ვიზუალურ შემცირებას ემსახურება. კრაზანას ზეთი გამოიყენება კანის დაავადებების, მტკივნეული კუნთებისა და სახსრების, ჰემოროიდების სამკურნალოდ. შეგიძლიათ კანის პრობლემურ უბნებზე ნელი წრიული მოძრაობით შეიზილოთ. ეს მეთოდი ეფექტურია ანთების გამონაყარის, სიცითლისა და კანის სიმშრალის დროს. ზეთი ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, რეგენერაციას და ანთების შემცირებას. კრაზანას ზეთი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამატენიანებელი საშუალება მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის, რადგან ის კანის ბარიერის ფუნქციას აუმჯობესებს და ხელს უწყობს დატენიანებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ კრაზანას ზეთის გამოყენების შემდეგ კანი შეიძლება მზის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეს, ამიტომ რეკომენდირებულია მისი გამოყენება საღამოს ან როდესაც გარეთ მზეზე გასვლას აღარ აპირებთ. ამ ზეთს ასე მოამზადებთ. მზიან დღეს შეგროვებული კრაზანას ახალი ყვავილები 9 დღის განმავლობაში გააშრეთ. ყვავილები ჭიქაში მჭიდროდ ჩააწყვეთ და კარგი ზეთი, მაგალითად ზეითუნის ზეთი დაასხით, ისე რომ ყვავილები მთლიანად დაიფაროს. სუბუქი ქსოვილი ან სამზარეულოს ქაღალდი დააფარეთ. 3-4 დღე გააჩერეთ და შემდეგ კარგად დახურეთ. დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე დააყენეთ. შიგა და შიგში ანჯღრიეთ. ამ დროის შემდეგ, როდესაც ზეთი ლამაზ წითელ ფერს მიიღებს, წვრილ საცერზე გადაწურეთ და ბოთლში ჩაასხით. ნათელ ადგილას, მაგრამ არა უშუალოდ მზის სხივების ქვეშ დადგით. კარგია ჭრილობის შესახორცებლად, ანთების საწინააღმდეგოდ ასუფთავებს კანს, მშრალ კანს ელასტიურობას ანიჭებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ზეთის კანზე გამოყენების შემდეგ მზეზე არ გახვიდეთ. ყურის ანთების და ტკივილის დასაამებელი წვეთები. დაგჭირდებათ 4 სუფრის კოვზი გამხმარი დაჭრილი და დაფხვნილი კრაზანა, 6-8 კბილი დაჭრილი ნიორი, 120 მილილიტრი სუფთა ზეითუნის ზეთი, შავი პილპილის ეთერზეთი. ღუმელი ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე გაახურეთ და კარი ოდნავ შეღებული დატოვეთ. მინის ქილა ღუმელში გამძლე ჭურჭელზე ან საცხობ ფირფიტაზე დადეთ და შიგ კრაზანა, დაჭრილი ნიორი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. ზეთი ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთი, იდეალურ შემთხვევაში კი 2 საათი გააჩერეთ. გამოიღეთ და კარგად გაწურეთ. ზეთი წვეთების ბოთლში ჩაასხით და ყოველ 30 მილilitrზე 5 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი, ესე იგი, თუ მიღებულ ზეთს ერთად ჩაასხამთ, 20 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი შეურიეთ. კარგად შეანჯღრიეთ და ბოთლს დამზადების თარიღისა და შიგთავსის მითითებით ეტიკეტი გაუკეთეთ. თუ არ იყენებთ, მათ სივარში შეინახეთ. წვეთების მიღებამდე ბოთლი რამდენიმე წუთით თბილ წყალში გააჩერე, სანამ არ შეთბება. ოთახის ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დატოვოთ. დარჩენილი ზეთი მაცივარში მაქსიმუმ 6 თვე ინახება. დოზირება ასაკის მიხედვით ხდება. ჩვილები და ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე, 3 წვეთი მტკივნეულ ყურში. ბავშვები 2-დან 12 წლამდე 5 წვეთი. მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები 8 წვეთი. ყველა შემთხვევაში ყოველ 60 საათში უნდა ჩაეწვეთოს. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.